მოგესალმებით, როგორ ხართ? მოგიკითხავთ თითოეულ თქვენთაგანს დიდი სიყვარულით. თქვენთან არის ნინო და ჩვენ ახლა ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. რატომ არ მაქვს ენერგია ახლა? იცით, ეს საჯარო გაშლა დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა თავს გრძნობს უენერგიოთ, უმოტივაციოთ. ესეთი პერიოდები არსებობს ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტია, ხო? ზოგადად ასეთ დროს, როდესაც არის უმოტივაციობა, არის უენერგიობა, ხო, თუ რა თქმა უნდა არ ჩაუწვევით ასეთ მდგომარეობას და კომფორტის ზონად არ გაიხდით და რომანტიზირებას არ გავაკეთებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ძირითადად რაღაცა ძალიან კარგი, ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი მოდის ხოლმე, ხო? მაგრამ მოდით ახლა მიზეზი ვნახოთ. იქნებ თავადაც რომ არიცით ისეთი მიზეზი აღმოვაჩინოთ, თუ რატომ არ გაქვთ ახლა ენერგია. აქვე შეგახსენებთ, სანამ ვარიანტებს გავშლი, რომ როგორც YouTube არხი, ასევე გვერდი მზის ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ გიზიარებთ სხვადასხვა შემეცნებით პოსტებს და საჯარო გაშლებს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მიღებაში, რაც შეეხება უკვე ღრმა მაგიურ პროცესებს, ცოდნას, ინფორმაციას, სწავლებებს, პრაქტიკებს და ასე შემდეგ. ყველაფერი უკვე იცით, რომ ხდება ჩემს დახურულ ეზოთერიულ შემეცნებით ჯგუფში, რომელიც მესამე წელია უამრავი ადამიანის წარმატებას ითვლის და მე შემიძლია თამამად და ამაყად წარმოვთქვა ეს სიტყვები. და მთელი ჩემი პასუხისგებლობით. დახურულ ჯგუფს ქვია მზის კარი. ჯგუფი არის ფასიანი, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ვინც მსურველები ხართ, არ დააკარგოთ არც თქვენი დრო და არც ადმინების დრო ცარიელი საუბრებით. ჯგუფი ფასიანი გახლავთ და ზუსტად ამ ნაწილში გავაჟღერე ეს. ახლა კი ვნახოთ საჯარო გაშლის დახმარებით, რატომ არ გაქვთ ენერგია ახლა. ნახოთ რა არის მიზეზი. რატომ არ გაქვთ ენერგია ახლა? პირველი ვარიანტი, რატომ არ გაქვთ ენერგია ახლა? მეორე ვარიანტი, რატომ არ გაქვთ ენერგია ახლა და მესამე ვარიანტი, რატომ არ გაქვთ ენერგია ახლა? რა არის ამის მიზეზი? უენერგიობის მიზეზი. გავარკვიოთ. კარგით, პირველი ვარიანტი გვექნება თისპროლის ბეჭედი, მეორე ვარიანტი გვექნება ლაბრადორიტის ბეჭედი და მესამე ვარიანტი გვექნება ამეთვისტოს ბეჭედი. ახლა დახუჭეთ თვალები და გითხრეთ საკუთარ თავს, სამყაროს. აი ახლა, როდესაც მე ამ საჯარო გაშლას ვუყურებ, მე რატომ არ მაქვს ენერგია, რატომ გრძნობ უენერგიოთ თავს? მეგობრებო, თუ არ გრძნობთ თავს ასე, რა თქმა უნდა, ამ საჯარო გაშლას არ უნდა უყუროთ, იმიტომ რომ ეს თქვენ არ გეხებათ. ყველა თემა თქვენ არ გეხებათ, რა თქმა უნდა. და გისურვებთ, რომ ეს კონკრეტული თემა არ შეგეხოთ ნამდვილად და ბევრ ენერგიას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს მაყურებელს. მას შესადამე იმედია ყველა მაერჩია თავთავისი ვარიანტი, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. თისპროლი ვნახოთ, რატომ არ გაქვთ ენერგია ახლა. ენერგია ახლა, იმიტომ არ გაქვთ, რომ ფიქრობ, ძალიან ბევრი მოვლენები ხდება თქვენს ცხოვრებაში ზედმიწევნით და ინტენსიურად. აქ უფრო მეტად ჩანს ქაოსი, ვიდრე უენერგიობა. აქ, უენერგიობაც ქაოსიდან გამოწვეული, როდესაც საკუთარ ენერგიებს ვერ უკეთებთ კონცენტრაციას, ვერ აგროვებთ ერთ წერტილში და ფოკუსიც აქ მოიკოჭლებს, ხო, როგორც იტყვიან, იმიტომ რომ ბევრ რამეზე გაქვთ ყურადღება ერთიანად გადატანილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროცესებში ხართ ძალიან ქაოსური და მეტად დამკვირვებელი იყავით, ვიდრე შემსრულებელი. მიხვდით ხომ, მე იმას არ ვამბობ, რომ არ შეასრულოთ თქვენი, შეასრულეთ, მაგრამ დააკვირდით.
დააკვირდით ვისას რას ასრულებთ, თქვენია ეს თუ არა, გჭირდებათ ეს თუ არა, ანუ ორგანულია თქვენთვის თუ არა, იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს რომ ბევრ რამეში თქვენი ენერგია ძალიან ფაცი-ფუცშია და ბევრი არასაჭირო სხეულის მოძრაობები ჩანს აქ. აი ამიტომ არ გაქვთ ენერგია. მე ვფიქრობ რომ სიმშვიდე გჭირდებათ, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან ასეთი მკაცრი ანალიზი, სად მიდის ენერგია, რატომ მიდის, ჩემია თუ არა ეს საქმე, რასაც მე ვაკეთებ, მე მეკუთვნის, მე რა მექნება ამის შედეგად, სხვის რაღაც ვალდებულებებსაც ჩემ თავზე ხომ არ ვიღებ, იმიტომ რომ აქ ენერგია გაქვთ, მაგრამ ვფიქრობ რომ ქაოსში ხართ ძალიან. ხო? და როდესაც ადამიანს ხედავენ, რომელსაც ვთქვათ თვითშეფასების პრობლემა აქვს, ეს მნიშვნელოვანია პირველი ვარიანტი და ცდილობს რომ მუდმივად სხვების დახმარებით, სხვების რაღაცა ვალდებულებების აკიდებით, ხო, მხრებზე, ამით იმაღლებთ თვითშეფანო ერთგვარ გადამრჩენელს რთავთ, ხო, რომ აი მოდი მაშინ გადაგარჩენ და აი მე საჭირო ვარ, ხო, ამით სარგებლობენ მე ადამიანები. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ უთხრეთ საკუთარ თავს, შემოუძახოთ რომ თავდაჯერებული ადამიანი არ საჭიროებს თანხმობას გარედან, რომ ვიღაცა დაეთანხმოს როგორი მაგარი ტიპია. ეს არის საჭირო შიგნიდან. და როდესაც შიგნიდან თავდაჯერებული იქნებით, მე აღარ მოგინდებათ სხვების პასუხისგებლობების აღება იქ, სადაც შეგიძლიათ რომ ეს პასუხისგებლობები აირიდოთ, იმიტომ რომ ვიღაცამ მერე თავზე ხელი არ გადაგისვათ და არ შეგაქოთ, იმიტომ რომ თქვენც გესიამოვნოთ და მისი საქმეს გაკეთდეს. ხვდებით ხო? იმიტომ რომ აქ შესაძლებელი ადამიანები ხვდებოდნენ თქვენს ამ სისუსტეს ამ ნაწილში. კიდევ ერთი არკანით შევავსებ, რატომ არ გაქვთ ენერგია? რატომ არ გაქვთ ენერგია? რატომ არ გაქვთ ენერგია? თქვენი ემოციებით ხდება ძალიან ინტენსიურად მანიპულირება. თქვენი ემოციებით ხდება მანიპულირება. მე ვერ ვიტყოდი რომ აქ არის, პირიქით, თქვენ ძალიან ბევრი ენერგია გაქვთ. მაგრამ გაფრთხილება ყველას აქვს ორი ხელი და ფეხი თქვენს ირგვლივ, ჯანმრთელობა, ძალა, ენერგია და მოდით შემოუძახეთ ყველას, რომ ყველამ თავთავისი ხელები და ფეხები გაანძრიოს. ვიცი რომ შეჩვეულს ნუ გადააჩვევო, იმიტომ რომ მე ეს კონფლიქტებამდე მიდის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაშინ აღარ გააკეთოთ ხოლმე საჯარო გაშლა, რატომ არ მაქვს ენერგია, იმიტომ რომ სხვაგვარად ენერგია ვერ გექნებათ. პრობლემა თქვენში ეძებეთ. თქვენში ეძებეთ პრობლემა. აქ არის პენტაკლების დედოფალი, რომელსაც შეუძლია გადასარევად იყოს მშვენივრად, მაგრამ არა. უნდა ითაოს პრობლემები, სხვების პრობლემები, იმიტომ რომ დანაშაულის გრძნობა გაქვთ. თუ კი კარგად ხართ, დანაშაულის გრძნობა გაქვთ, როგორ მე ხომ კარგად ვარ? ის ცუდად არის, როგორ არ დავეხმარო. გეცნობათ თქვენი თავები. თქვენ არ ხართ დამნაშავე. მოდით ყველამ ასწიოს ტრაკი და გააკეთოს თავისი გასაკეთებელი. მაგრამ თქვენს თავს დაუსვით კითხვა, რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი. დაგემშვიდობებით. მეორე ვარიანტი, ლაბრადორიტი. თქვენ რატომ ხართ თუ ენერგიად? ვნახოთ. გაცრავად, ტარო სარკანი გამივარ და ავიღებ. დავბრუნდი. მეორე ვარიანტი რატომ არის თუ ენერგიოთ? იმიტომ რომ განიცადეთ გარკვეული კრიზისი, ტკივილი, სირთულე, რომლიდანაც ახლა თქვენ გადიხართ, ხო? არ ინერვიულოთ, გადიხართ. დაგიბრუნდებათ თქვენი ენერგია. უბრალოდ პერიოდია ასეთი. ეხლა ეს არის ერთგვარი ენერგიების მოკრების პერიოდი. ცვლილებების პერიოდია ასევე. ცვლილებების ნაწილში შეიძლება იყოს გარკვეული შიშები. ხო? როდესაც
გვეშინი, არ ვიცით საით მივდივართ. მაგრამ იცოდეთ, რომ ყველაფერი ისეთი ნეგატიური უკვე უკან მოიტოვეთ. ცვლილებების დროა. ნუ გეშინიათ. მეორე ვარიანტი. კიდევ რატომ არ აქვს მეორე ვარიანტს ენერგია, ნახოთ. ცვლილებები ყოველთვის არის სტრესულია. განსაკუთრებით თუ კი დიდი ხანი უყურებდით ერთ სცენარს და მე უცებ სცენარი შეიცვალა. რატომ არ აქვს ენერგია მეორე ვარიანტს? მომა თქვენი ენერგია. აუცილებლად მომა თქვენი ენერგია. აუცილებლად და ის რაც ახლა თქვენ ძალიან რთულად გეჩვენებათ, ხომ? აუცილებლად გახდება თქვენი ცხოვრების უდიდესი გაკვეთილი. იმიტომ რომ ამ სირთულეს ახლა მოყვება ერთგვარი სიბრაზეებიც თქვენი მხრიდან. სიბრაზეები, იმიტომ რომ შესაძლოა განიცადეთ ღალატი, იმედგაცრუება, ტკივილი, რაღაცის დაკარგვა, ცვლილება, ხო? და ამან წაიღო ძალიან ბევრი ენერგია, მაგრამ კაცრავად მეგობრებო, ზარი შემოვიდა, გავაგრძელებ საუბარს, გაბრაზებაც არის, იმიტომ რომ რაღაცების დაძლევა მარტო გიწევთ, ხომ? არის აქის მომენტი, რომ ჩემი არ ესმით, ჩემი ვერ გაიგეს, ჩემი ვერ დააფასეს, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, ეს არის დროებითი. ამიტომ არ გაქვთ ენერგია, თქვენ ამას აუცილებლად გადაიტანთ, თქვენ წინ ახალი გზა გელოდებათ და ეს ახალი გზა პირველ რიგში იქნება იმის მაჩვენებელი თქვენთვის, რომ თქვენ ძალიან დიდი გაკვეთილი გაიარეთ ამ ყველაფრით. უდიდესი გაკვეთილი. აქ ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებით, ბევრად უფრო ამაღლებული იქნებით და ბევრად უფრო უკეთესი ხარისხით შეხვალთ ახალ რეალობაში, ვიდრე აქამდე იყავით. ასე რომ მე აქ უენერგიობის მიზეზი გავიგე, მაგრამ იმაზე არ ინერვიულობთ, რომ რაღაცა უფრო მეტად ცუდად ან უარესად იქნება არავითარ შემთხვევაში. ნურც გაბრაზდებით, იმიტომ დიდი ხანი არ დაუთმოთ დროს სიბრაზეს, იმიტომ რომ განმეორდები ის რაც მოხდა თქვენ შემთხვევაში, მოხდა იმიტომ რომ უკეთეს იმსახურებთ. აი ასე გეტყოდით მე თქვენ. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი ვნახოთ თქვენ რატომ არ გაქვთ ენერგია ამეთვისტო. ნახოთ თქვენ რატომ არ გაქვთ ენერგია. ექვსიანების პენტაკლები, იმიტომ რომ ყველას დედა ტერეზა თქვენ ხართ, ხო? მე პირადად შეგრძნება მაქვს, რომ ექვსიანების პენტაკლები აქ არის ის, რომ ჯერ ერთი გაუფრთხილდეთ ფინანსურ ენერგიას, იმიტომ რომ აშკარად დისბალანსი გაქვთ ამ ნაწილში. აშკარად ბევრი ადამიანის ან რამოდენიმე ადამიანის ვალდებულება გაქვთ აღებული და არაც დიდხან შესაძლოა ადამიანებს რომ თავისი როლი თვითონ შეასრულონ, ხომ? ნახეთ ექვსიანების პენტაკლები, რატომ არ გაქვთ ენერგია და ამოვიდა ექვსიანების პენტაკლები? არასწორად ანაწილებთ საკუთარ რესურსებს. მე ეს გაბრაზებთ, მე ეს განერვიულებთ, ხო? და ამიტომ არ გაქვთ ენერგია. იღებთ სხვის პასუხისმგებლობებს საკუთარ თავზე, ხო? პირველ ვარიანტს გავხართ რაღაცით, ხო? სადაც ვგრძნობთ, რომ თუ კი ვთქვათ, ნახეთ თქვენი პრობლემა რა შეიძლება კიდე იყოს, მე უფრო მეც გამოვიმუშავებ ვიდრე სხვა ადამიანები, ხო? ან მათ ჩემი დახმარება სჭირდებათ, მაგრამ მე მარტო რჩებით საკუთარ თავთან, ხვდებით, რომ შესაძლებელია უბრალოდ, რა ვიცი, ძალიან უხეში ვიქნები, მაგრამ სამართლიანი ბანკომატის როლს ასრულებთ ვიღაცაებისთვის, ხო? აი ამიტომ ჩანს აქ უენერგიობა. აი ამან ძალიან ესეთი ბოლოს რაც გავაჟღერე, ესეთი ცოტა ინდივიდუალური ამბავია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აქ ეს არის პრობლემა. არასწორად განაწილებული რესურსები და განსაკუთრებით ფინანსური. რატომ ხართ უენერგიოთ? მესამე ვარიანტი. ათიანების ხმლები, არკანის სიკვდილი, არკანის სამყარო. რაღაცა ძალიან ცუდი ინფორმაცია გაიგეთ ახლო წარსულში. ძალიან ცუდი ინფორმაცია, თქვენთვის ეს იყო კატასტროფა, ამის გაგება, ამის მოსმენა.
ყველას არ ეხება, მაგრამ შესაძლებელია ვიღაცაზე გაიგეთ ან ცუდი დიაგნოზი, ან ადამიანი დაიღუპა, არ ვიცი, ადამიანი დაგშორდათ. ესეც შეიძლება იყოს რაღაცა იყო ძალიან მტკინვეული, ამან წაკართვათ კიდე ძალიან ბევრი ენერგია. და ეხლა როგორ ხართ იცით, ნელ-ნელა იღდგენთ ამ ენერგიას. თითქოს ეს არის უკვე შეგუებული ფაქტორი. რაღაცა მცუდი გაიგეთ. ვიმეორებ, შეიძლება იყოს დიაგნოზიც, ინფორმაციაც, დაშორებაც, ტკივილი ნებისმიერი ფორმის, ზუსტად ვერ ვიტყვი საჯარო გაშლა მაგრამ ეს არის თქვენთვის კატასტროფულად მტკინვეული იყო ამის გაგება, ამის მოსმენა, ამის მიღება საერთოდ, ამის აღქმა. აქ აჩვენებს შემდეგს, რომ თქვენ დასტაბილურდებით ნელ-ნელა. დასტაბილურდებით. იმიტომ რომ ეს პერიოდი უნდა გადაიტანოთ. შესაძლებელია ვთქვა თქვენი ფინანსური რესურსი წავიდა ვინმეს მკურნალობაში, ან ვინმეს გადარჩენაში, ან ვიღაცაში ჩადეთ ფინანსური ენერგია და გადაგაგდოთ, სლენგს გამოვიყენებ. ძალიან ბევრი ვარიანტია, აქ რა შეიძლება მომხდარიყო, ხო? კარგით. როგორ დაიბრუნებს ენერგიას? მესამე ვარიანტი, გამიჩნდა სურვილი, იმდენად მძაფრი არკანებია. ვიანების პენტაკლები. გულნატკენი იქნებით. გულნატკენი იქნებით საკმაოდ. არის აი რაღაცა მოხდა ისეთი, რაც პერიოდულად ჩაგაგდებთ რაღაცა სირთულეებში, მიხვდით ხო? პერიოდულად გულს გატკენთ რაღაცა რეალობა. პერიოდულად შეეჩეხებით თქვენთვის არასასურველ სიტუაციებს, დიაგნოზებს, რატომღაც მინდა ასე ვთქვა, ხო? ასე რომ უახლოესი პერიოდი ცოტა ქაოსური იქნება. აღიდგენთ, აი თითქოს როგორ ხართ იცით, იღდგენთ ენერგიას, მე ისევ თითქოს იკარგება ენერგია, იღდგენთ, იკარგება. რაცა პერიოდი უნდა გადალახოთ, იცით, ეს უკვე შემდგომ პოსტსკრიპტუმია, იმიტომ რომ თითქოს ყველაზე მძიმე უკვე მოხდა. არის ნერვიულად. არის ნერვიულად. არის ნერვიულად. ნელ-ნელა. გზაჯვარედინი, ოთხენი კვერთხი, ოთხენი. კი. ეს ისეთი მომენტია, როდესაც შესაძლებელია უძლური იყოთ, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ახლობელ ადამიანს ოჯახის წევრს ეხებოდეს, ხო? პერიოდულად მაინც შემოდის ეს ტკივილიანი ენერგია, მაგრამ ეს სუფთა ადამიანური მომენტია. თქვენ ამას გადაივლით. თქვენ ამას მიიღებთ, თქვენ ამას შეძლებთ, მე ამის უდიდესი ეჭვი მაქვს. აუცილებლად შეძლებთ, უბრალოდ აი ეს რაღაცა პერიოდი უნდა გადაილახოს. მაგრამ ყველაზე ცუდი უკვე გაიგეთ, მოხდა და უკვე აღიქვით, შეიძლება ასე ითქვას. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს, ლაიქები, კომენტარები, ხომ იცით, ყოველთვის მიხარია თქვენი მხრიდან, უკავშირი და შეხვედრამდე დიდი სიყვარულით.